მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ფაქტი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინო ჩიფჩიური ვარ. დღეს უნდა ვისაუბროთ კასპიის მუნიციპალიტეტზე და შესაბამისად ამ მუნიციპალიტეტიდან დღეს სტუმრად გვყავს მარი ვალიშვილი. მარი, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ სტუდიაში ჩვენთან ერთად. მაყურებელს რომ ვუთხრათ, რას ეხებოდა შენი საკვლევი თემა და საინტერესო იქნება რა მიგნებები გაქვს იმისთვის რომ გაუზიაროთ განსაკუთრებით კასპელებს, რაც იქნება საინტერესო მათთვის. ჩემი თემა ეხებოდა კასპიის ბიუჯეტის ზრდას და ამის ფონზე, ამის პარალელურად თანამშრომელთა ხელფასების ზრდასაც. მთავარი მიგნება გქონდა ამ თემის კვლევისას ის, რომ 4 წლის განმავლობაში კასპიის მუნიციპალიტეტში 2022-დან 25 წლამდე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დაიხარჯა 11 მილიონ ლარზე მეტი. დიახ, როგორც ვიცი, ყოველწლიურად იზრდება ხო კასპიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ზოგიერთ წელს, სადაც პირიქით მცირდება. აი, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ხდება მათი ხელფასების გაზრდა, თუ არ აქვს ამ ბიუჯეტის ზრდას დანაკლებობას მნიშვნელობა, სისტემატურად მზარდი არის ანაზღაურება თანამშრომლების? ჩვენ ამ წყაროების ანალიზის მიხედვით ჩვენ დავადგინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა იზრდება თუ არა ბიუჯეტი, კასპიის ბიუჯეტი, მაინც მზარდია თანამშრომელთა ანაზღაურება. აი, წლების მიხედვით რომ კი, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მოდი განვიხილოთ 2022 წლიდან 25 წლამდე პერიოდი, იმიტომ რომ ეს თვითმმართველობა, რომელსაც ახლა უფლებამოსილების ვადა ეწურება 2025 წლის ოქტომბერში, აი ამ პერიოდში რა ანაზღაურება მიიღეს წლების მიხედვით მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა? 2022 წელს მაგალითად ანაზღაურება იყო 2 მილიონზე მეტი, 2 მილიონ 272.000. 2023 წელს ეს გაიზარდა 2 მილიონ 504.000-მდე. აი 2024 წელს ეს 2024 წელი ძალიან საინტერესო წელია და ამაზე მე ვისაუბრებ უფრო ჩაშლილად. 3 მილიონს გასცდა და 2025 წელს, ანუ ამ მიმდინარე წელს 3 მილიონ 333.000 შეადგინა თანამშრომლების ანაზღაურება. საინტერესო ასევე სხვა მუხლებზეც მსგავსი ზრდა არის, ანუ რატომ იზრდება, თქვათ, თანამშრომლების ხელფასები, რამე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მაგათ თუ რის მიხედვით იზრდება, იმიტომ რომ შესაბამისად უნდა აისახებოდეს კასპიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ანუ გაუმჯობესება უნდა იგრძნობოდეს. და საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც, რის ფონზე იზრდება ხელფასები, რა მდგომარეობა იცვლება უკეთესობისკენ კასპიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია? სამწუხაროდ არ იცვლება უკეთესობისკენ სიტუაცია და ისიც დაუდგენელია თუ რის გამო იზრდება თანამშრომელთა ხელფასები. რეალურად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას კასპიის მუნიციპალიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ მას ხშირად არ აქვს იმის რესურსი, ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, რომ დააფინანსოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები და აქედან გამომდინარე ძალიან საეჭვოა თუ რის ფონზე იზრდება თანამშრომელთა ანაზღაურება თან ამდენით. მარი, უნდა გკითხო ასევე საარჩევნო დაპირება ერთ-ერთი იყო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა კასპში და რეალურად ეს პრობლემა დგას კასპში, სხვა პრობლემები მოგვარებულია ამ მუნიციპალიტეტში. ჩემი აზრით, ერთსქესიანთა ქორწინების გარდა ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს პრობლემა არც დგას რეალურად ძალიან სასაცილოა. ძალიან ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც იქნებოდა ძალიან კარგი. თან ვიცით, რომ კასპიის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი სოფელი და ძალიან ბევრ სოფელში არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჩემი აზრით პრიორიტეტი უნდა იყოს კასპიის მუნიციპალიტეტისთვის. რა საკითხები არის დღის წესრიგში, მაგალითად, რაც უნდა გაითვალისწინოს ახლა ახალმა თვითმმართველობამ? პირველ რიგში ალბათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე სატრანსპორტო პრობლემას გამოვყოფდი, ასევე გზების პრობლემას, წყლის პრობლემას, რომლის წინაშეც ძალიან ბევრი სოფელი დგას. თვითონ კასპთან დაკავშირებული ეს სატრანსპორტო გზა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ტრანსპორტი არ არის მუდმივი და რეგულარული. და ერთ-ერთი პრობლემაა ეს, რაც გამოვყოფდი. აი თანამშრომლების ხელფასების ზრდა, ისე რომ დაუბრუნდეთ ბიუჯეტთან მიმართებით, რა პროცენტული მაჩვენებლები უფრო კარგად ცხადყოფს ხოლმე რეალურ ვითარებას. რა ნაწილი მოდის ეს თანამშრომლების ხელფასები ისევ იმ წლებზე რომ ჩაშლილად გვითხრა 2022 წლიდან 25 წლის ჩათვლით. ძალიან საინტერესოა რეალურად ამ ყველაფერზე დაკვირვება. 2022 წლიდან დავიწყებ. ამ დროს კასპიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეადგენდა 27 მილიონ
დოლარზე მეტს და თანამშრომელთა ანაზღაურებაც იყო რა თქმა უნდა ამ მთლიანი ბიუჯეტის 8.1%, რაც რეალურად არ არის რა თქმა უნდა ცოტა. შემდგომ უკვე 2023 წელზე გადავიდეთ. 2023 წელს ბიუჯეტი 27-დან 31 მილიონამდე გაიზარდა და ამის პარალელურად შეიძლება ითქვას, რომ 8.1% შეადგენდა თანამშრომლების ანაზღაურება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემცირდა თანამშრომლების ანაზღაურება, პირიქით გაიზარდა. თუმცა ეს ციფრი შეიძლება ცოტა გვეგონოს იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტის ძალიან დიდი ზრდა იყო ამ წელს. აი 2024 წელი ძალიან საინტერესო წელია, იმიტომ რომ ერთი მხრივ ძალიან შემცირდა ბიუჯეტი 31 მილიონიდან 26 მილიონამდე ჩამოვიდა, რაც ამ 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა არც ერთხელ და ამის პარალელურად გაიზარდა 3 მილიონამდე აი ეს ყოველწლიური ანაზღაურება თანამშრომლების, რაც ანუ არაფერი არ შეეტყო მათ ხელფასებს. არანაირად, პირიქით გაიზარდა. 2025-ში რა ხდება? აი 2025 წელს რაც შეეხება, ისევ და ისევ მზარდია თანამშრომლების ანაზღაურება და 3 მილიონს ბევრად გასცდა. და ნუ რა თქმა უნდა ამის პარალელურად ბიუჯეტიც იზრდება, 32 მილიონია ახლა ბიუჯეტი, თუმცა 3 მილიონი ამ 32 მილიონიდან თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული ჩემი აზრით არის ძალიან ბევრი. რეალურად რა გამოიკვეთა და რა ტენდენციებია აი ამ დაკვირვების შედეგად საბიუჯეტო პოლიტიკა როგორ შეგვიძლია შევაფასოთ? მე შემიძლია თამამად თქვა ამ დაკვირვებიდან გამომდინარე, რომ კასპიის მუნიციპალიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია მათი შიდა ადმინისტრაციული კეთილდღეობა, ვიდრე მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი გაბედნიერება. ხო, რეალურად როგორც არის ხოლმე პენსიას ან სოციალურად დაუცველის რაღაცა თანხას რომ 10 ლარით მოამატებენ, ამ დროს თვითონ რამდენი მილიონით აქვთ გაზრდილი ხელფასები, ამას არავინ არ ფიქრობს. ინფორმაციის მიწოდებაზე მაინტერესებს კიდევ რეალურად საიდან იგებენ კასპიის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლები, აი ამ ყველაფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგალითად, მათი გადასახადებიდან შესული თანხები სად მიდის, ბიუჯეტი რომ იზრდება, თუ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რის ხარჯზე იზრდება და სად გადის ეს გაზრდილი ნაწილი სად იხარჯება? რეალურად ეს ძალიან კომპლექსური თემაა, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამჭვირვალე ეს ინფორმაცია. თან ყველამ ვისაც შეხება ქონია გორის მერია, გორის კი არა და კასპიის მერიასთან და კასპიის საკრებულოსთან ძალიან რთულია, რომ მათგან მიიღო ის ინფორმაცია, რაც გაინტერესებს. რეალურად ხო ჩვენი უფლებაა, რომ ვფლობდეთ ინფორმაციას, ჩვენი ეს გადახდილი ფული რაში მიდის და რისთვის, ან რომ შედის ამ ბიუჯეტში, შემდეგ როგორ იხარჯება. რეალურად ჩვენ შედეგს ვერ ხედავთ ამ ჩვენი გაღებული ფულის და გვაინტერესებს. თუმცა აი ძალიან რთულია, რომ კასპიის მერიისგან მიიღო შენ პასუხი შენს კითხვებზე. და ამიტომაც ჩვენც, როდესაც მივმართეთ კასპიის მერიას, ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, დამაკმაყოფილებელი კი არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ამიტომაც მოგვიწია, რომ ისევ რაღაცა ღია წყაროებზე დაყრდნობით მიგვიღო ჩვენი ეს ინფორმაცია, რაც ახლა გვაქვს. და ეს არის ძალიან ცუდი რეალურად. მე ვიტყოდი, რომ პრეცედენტი არის ფაქტიურად, იმიტომ რომ ძირითადად გორზე კეთდება ხოლმე აქცენტები, როდესაც რაღაცა ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში ეს რაღაც სასარგებლო გარემოებაც იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტებისთვის, როდესაც არავინ არაფერს არ ეკითხება, მაღლიდან, ცენტრიდან მწვანეში კი აქვთ ანთებული და როგორც უნდათ ისე ზრდიან ხელფასებს, რაშიც უნდათ იმაში ანაწილებენ გაზრდილ ბიუჯეტს. მაგრამ ეს კვლევა, რაც ნეოტივიჯიზე არის გამოქვეყნებული და აქვთ საშუალება დაინტერესებულ პირებს, რომ სიღრმისეულად გაეცნონ ამ ინფორმაციას, აჩვენებს, რომ სისტემატურად უნდა კეთდებოდეს ესეთი კვლევები და რაღაცა უნდა ვაფხიზლებდეთ ალბათ, ხო, რომ უფრო მეტად ყურადღებით იყოს დანარჩენი საზოგადოებაც, რომ ეს ხელფასების მატება უნდა აისახებოდეს კონკრეტულად სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. და მნიშვნელოვანია ასევე, რომ კასპიის მუნიციპალიტეტის მერიას პრიორიტეტები განსაზღვრული აქვს ხოლმე ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე თვით ადრე. შენ ისაუბრე პრობლემებზე, მაგრამ აი ეხლა უკვე, როდესაც შეიძლება უფრო მეტი გაზრდილი ბიუჯეტი მივიღოთ, რაში უნდა ნაწილდებოდეს ეს თანხა? ისევ გზები და აი ეს ინფრასტრუქტურა არის პრობლემა, თუ გაქვს რაღაცა გარკვეული იდეა, რაშიც შეიძლება რაღაცა გაკეთდეს და რეალურად იგრძნოს მუნიციპალიტეტმა კეთილდღეობა. რასაც წინასაარჩევნო ძალიან ხშირად გვპირდებოდნენ და გვახსენებდნენ. კი, მშვიდობა და კეთილდღეობა. დაპირებები ყოველთვის არის, მაგრამ შემდეგ რამდენად სრულდება ეს ცოტა რთული საკითხია.
რეალურად კასპზე რომ შევაჯეროთ ჩვენი ეს კასპში კეთდება რეალურად ყველაფერი, თუმცა სოფლებზე უფრო ნაკლებია ყურადღება. კასპში თვითონ ამ ქალაქში რეალურად კეთდება ყველაფერი, მე რასაც ვხედავ, ასე თუ ისე. კონკრეტულად ბაღები, სკოლები, მათი რემონტი ძალიან ისეთია, აქტუალური თემაა და არემონტებენ სკოლებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტიც არის მონაწილე ამ. კი, რა თქმა უნდა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაკლები ყურადღებაა სოფლებზე. უფრო მეტი არის თვითონ ცენტრალურ ამ კასპზე და კარგი იქნება თუ სოფლებზე იქნება მეტი ყურადღება გამახვილებული, იმიტომ რომ როდესაც გაქვს ამდენი სოფელი თუმცა სოფლებზე არის გამოყოფილი თანხები მარი და სოფლის პროგრამით კეთდება. ყოველ შემთხვევაში აქვთ მოქალაქეებს საშუალება რომ განსაზღვრონ რაში დახარჯოს სოფლის ფული. ჩართულია მოქალაქეთა უმრავლესობა ამ თანხების უმრავლესობა არ არის. კრებებზე ვინ დგას? ხშირ შემთხვევაში კაცები. კაცები და ისევ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან დაახლოებული პირები როგორც ნამდვილად. და რა შეუძლიათ გააკეთონ იმ პასიურმა მოქალაქეებმა? შეიძლება არ აქვთ ინფორმაცია, რისი უფლება აქვთ. ან გონიათ, რომ საერთოდ ამ კრებაზე მათი ხმა საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი. ანუ რეალურად ეგრეა. უფრო მეტად ინფორმირებულობა იქნებოდა ჩემი აზრით ძალიან კარგი, რომ ყველამ იცოდეს, რომ მათი უფლებაა, რომ თვითონ მათი პრიორიტეტი განსაზღვრონ, თუ რა უნდა გაკეთდეს სოფელში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხმაზე არ არის დამოკიდებული რეალურად ის თუ რა გაკეთდება მათთან და ყველას აზრი გასათვალისწინებელია. მარი, შენ ხარ საოკუპაციო ხაზის სოფლიდან და რამდენიმე სოფელი არსებობს, რომელიც ესაზღვრება გამყოფ ხაზს, ხო, კასპის მუნიციპალიტეტში და ხშირია გატაცებები ამ სოფლებიდან, ვიცით რომ რაღაც ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან. მოსახლეობის ნაწილი რჩება ისე აქტიურად, ახალგაზრდებზე არის ხოლმე პრობლემა უფრო მეტად, მაგრამ ხედავ რომ შენ ცხოვრობ სოფელში, არ ტოვებ ამ ხარეს და ერთგვარი მისაბაძიც ხდები იმ კონკრეტული დასახლებისთვის, რომ ახალგაზრდებმა არ დატოვონ სოფელი. კი, პრობლემა კი, სხვათა შორის ახალგაზრდები რეალურად ძალიან ცოტა გვყავს სოფელში და უფრო მეტად უფროსთაობა ცხოვრობს კი. ახალგაზრდების გადინება ძალიან ხშირია, იმიტომ რომ პრობლემა რეალურად არის ერთი ის, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ვართ და მეორე არის ის, რომ არ არის დაკმაყოფილებული მათი საჭიროებები. რეალურად შენ როდესაც გინდა რომ იცხოვრო, მხოლოდ სოფლის მეურნეობით თავს ხომ ვერ გაიტან, შეგჭირდება რეგულარული შემოსავალი და რეგულარული შემოსავალი სოფელში ვერ გექნება, ვერ დასაქმდები, იმიტომ რომ არ არის რაღაც ქსელური მარკეტები ჩვენთან განსაკუთრებით, არც ქსელური მარკეტებია დასაქმების სხვა ალტერნატივებიც არ არის და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩემი სოფლიდან მაგალითად ახალგაზრდები დასასაქმებლად იყენებენ უფრო შორეულ პუნქტებს, მაგალითად თბილისის შემდეგ ქალაქებს და არა კასპს, იმიტომ რომ კასპშიც იგივე მდგომარეობაა და არ არის ისეთი დასაქმებლად გამოყოფილი რაღაც ადგილები, ვერ საქმდებიან რეალურად კასპში. რეალურად საფრთხე არის ეს საოკუპაციო ხაზი, რის გამოც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ წავიდნენ ამ სოფლებიდან? ალბათ ნაწილობრივ კი, ასეც არის, იმიტომ რომ გატაცების ფაქტები მაგალითად ხშირია, შენ როგორც ახსენე. მუნიციპალიტეტის როლი როგორ მიგაჩნია და ამით შევაჯამოთ თან და შევაჯეროთ პრიორიტეტები განსაზღვრულია კასპში კეთდება ჩანს რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში ნაკლებად, მაგრამ ამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შენი აზრით ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები დამაგრდნენ ამ სოფლებში და არ წავიდნენ? ალბათ უფრო მეტად რაღაც დაცული სივრცის შექმნა იქნებოდა. რეალურად გამყოფ ოკუპაციის ხაზთან მყოფ სოფლებზე უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ სოფლებმა ძალიან ბევრი გადაიტანეს და ამ სოფლების გამაგრება კიდევ უფრო პრიორიტეტი უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა ასე არ ხდება. ცენტრალური ხელისუფლებიდან თუ არიან ხოლმე ჩამოსულები ადამიანებთან შესახვედრად ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თუნდაც გასცემენ გარკვეულ დაპირებებს თუ მხოლოდ ეს საარჩევნოს რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში არა. მოქალაქეების განწყობა როგორი არის და ამითი დავასრულოთ. აქ თუ არა განცდა იმისა, რომ რასაც იხდიან გადასახადების სახით, ზუსტად ეს არის ხელფასების მაღალი ანაზღაურება, რაც ჩვენ კვლევაში გქონდა, ამისი განცდა აქვთ თუ ისევ ინფორმაციის დაბალ დონეს ვხედავთ? ინფორმაციის ძალიან დაბალი დონე, რეალურად ხშირად ინტერესიც არ არის.
ანუ ის რაც კეთდება, გონიათ რომ ვიღაცა კეთილი ნებით. კი, ნამდვილად და მადლიერები არიან ამის გამო. ანუ რეალურად მათი ფულით კეთდება და ის უნდა გაკეთდეს კიდეც. იმიტომ რომ გადასახადებს იხდიან და ეს მათი უფლებაა, რომ გქონდეთ ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებას ხელს შეუწყობს და უფრო უკეთესად იქნებიან. როგორ ფიქრობ, აი ეს ჩვენი კვლევა რომ გავაცნოთ ახლა მათ რას შეცვლის, აი ესე დეტალურად მათთვის გასაგებ ენაზე რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მე მაინც მგონია რომ დიდ სფერაფერს ვერ შეცვლის, თუმცა შეიძლება რაღაცაზე დაფიქრდნენ. ანუ რეალურად აი ინფორმაციის ნაკლებობა არის ძალიან ცუდი. თან პლუს საკუთარი უფლებებს ვერ იაზრებენ, აი რამდენი უფლება აქვს ადამიანს. მაგას ვერ იაზრებენ და აქედან გამომდინარე ინტერესით, აი როგორც აღნიშნე, ძალიან ინტერესის დონე არის ძალიან დაბალი ზოგადად ამ საჯარო მმართველობაში ჩართულობაზე. ბევრს გონია რომ ეს მისი საქმე არ არის, მაგრამ რეალურად ჩვენი საქმეა ყოველ ჩვენგანის. თან პლუს ისე არავინ არაფერს არ გაგიკეთებს თუ შენ თვითონ არ ჩაერთი, არ მოითხოვე. და დასასრულს რომ მიმართო შენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რას ეთყოდი მათ იმისთვის რომ მივიღოთ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული მუნიციპალიტეტი და ცენტრისგან დამოუკიდებლად წარმატებით ფუნქციონირებადი მერია იქნება თუ საკრებული. პირველ რიგში ძალიან კარგი იქნებოდა მეტი ჩართულობა საჯარო მმართველობაში და შენი საკუთარი წვლილის შეტანა. ზუსტად ეს არის აქტიური მოქალაქეობა. თუ არ იქნები აქტიური მოქალაქე, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ეს აქტიური მოქალაქეები. შენ თუ არ იქნები აქტიური, არ გაეცნობი თუ რისი უფლება გაქვს, თუ არ დაინტერესდები, თუ კრიტიკული თვალით არ შეხედავ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაშინ შენ იქნები უბრალოდ ადამიანი, რომელსაც მართავენ, ასე რომ ვთქვათ, და რომლის აზრიც არ არის მნიშვნელოვანი, რაც რა თქმა უნდა დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებს არანაირად არ შეესაბამება. მადლობა მარი, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნამდვილად თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ ეს მისი საქმე არ არის, გადაწყვეტილებას მის ნაცვლად მიიღებს სხვა და მე უკვე პრეტენზია ვეღარ ექნება იმ სხვის გაკეთებულზე, რა როგორ გაკეთდა, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა, თითოეული მოქალაქის ჩართულობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში იმ დასახლებაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. მნიშვნელოვანია, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ინფორმაცია, რისი უფლება აქვს მოქალაქეს, რა შეუძლია მოითხოვოს და დაფიქრდეს, სად მიდის მისი გადასახადებიდან შესული თანხა, რასაც შემდეგ უკვე ისე ანაწილებენ, რომ მას საერთოდ აზრს არ ეკითხებიან. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.